ამერიკული 1 ცენტიანი მეგობრებო, რომელიც ძალიან ხშირად გონიათ რომ არის ოქროს შემცველობის. სამშაბათ იანვარი მშვიდობისა, გამომდინარე იქიდან რომ კითხვები ასეთ მონეტებზე საკმაოდ ბევრი მაქვს. გადარჩევა მეზარება, თორე ამაზე ბევრად მეტია. იმის შესახებ კითხვები რომ არის თუ არა ამ მონეტაში ნამდვილად ოქრო და საერთოდ მთლიანად ოქრო ხომ არ არისო, ბევრი დამიგროვდა კითხვები. აი ამებზე. არ უცე საიდან მოიტანეთ, ან ის საიდან მოიტანეთ რომ რაღაცა გიჟური ფასები ადოს ამებს, თუმცა თუ ამაში არის რაიმე ოქრო შემცველი, ახლა ვნახავთ თქვენთან ერთად. 1998 წლის ამერიკული 1 ცენტიანია სპილენძის ჭურჭელი გვაქვს, შეგვიძლია აქ ჩავაგდოთ, დავაყენოთ კამერა და უწყვეტი კადრის რეჟიმში ნახოთ აზოტთან რეაქციაში. აზოტმჟავა ვერ ჭამს ოქროს, თუ ეს ბოლომდე შეიჭამა, ესე იგი 1 ცენტიანებში ოქროს ნამცეციც არ არის. და თუ მასში არის ოქრო, ცოტა მაინც რაღაც მაინც დარჩება მისგან. ასე რომ ჩავთქვით ახლა კამერა და დავაკვირდეთ, აბა. დავარი გასხივოსნებული ვარ, კაი წმინდანივით სიმონ. აქვნა აკროზი ვარ ხოლმე დილაობით, მზე მიტყავს და კონტრაჟორულ განათების ქვეშ ვარ რა. აბა კი არა გავცხოთ. ჩვენი 1 ცენტიანი ფსკერზეა მეგობრებო, აქ გვაქვს ახლა აზოტმჟავა. დავასხათ აზოტმჟავა, დავნახოთ მის რეაქციას. მოკლედ, როგორც გითხარით, არ უნდა გქონდეს ოქროსთან რეაქცია, იმიტომ რომ აზოტი ოქროს ვერ ჭამს, თუმცა ხედავთ რომ ყისიერად შევიდა რეაქციაში და მწვანეფერი რახან წამოიღო მეგობრებო, ნიშნავს იმას რომ ჩვენი ლითონი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ სპილენძი. ეხლა ამას ცოტა გავაფიცხებ, იქიდან გამომდინარე რომ აზოტს ცოტა ცეცხლი უყვარს. ოდნავ გავახუროთ. ჩვენი აზოტი ეყოფა, ხედავთ როგორ რეაქციაში შევიდა? ნახეთ რა ამბავია. ესაც მითი იმის შესახებ რომ ჩვენი ეს ნივთი არის ოქროს შემცველობის. აი ესე მარტივად თქვენს თვალსა და ხელშუა დაიმსხვრვა მეგობრებო, იმიტომ რომ უბრალოდ ასეთ დღეში ვერ ჩავარდებოდა ეს რომ ოქრო იყოს, ეგდება ეგრე რა ვიცი მე, ეგდება ძალიან დიდხანს ეგდება. მოკლედ თუ მარილმჟავას არ მიაყოლებ, ეგდება და ეგდება ისე რომ არც კი იფიქრებს დაწვას. წყალი მწვანეა და დანარჩენს კი ხედავთ. ესეც ასე მეგობრებო, ბოლომდე ვაცალე როგორც ხედავთ, დაწვამ და მივიღეთ სპილენძის ქლორიდი მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არაფერი და გაქრა საერთოდ ხომ ხედავთ? ანუ აქ რომ ყოფილიყო რაიმე სახის ოქრო, უბრალოდ ოქროს ჩიფსის, ოქროს ბურბუშელას სახით, ჩვენ აქ რაიმე აუცილებლად დაგვრჩებოდა. თუმცა არაფერიც არ არის მასში და ამიტომაც ვერ მივიღეთ ვერაფერი. ეხლა უკვე იცით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეხლა ამ სპილენძის ქლორიდის აღდგენა ალუმინის საშუალებით და მოდი ახლა გაჩვენებთ ამ პროცესსაც ბარემ. ჩავაგდეთ ეს ალუმინის ნაგლეჯი. და ალუმინი იწყებს უკვე რეაქციაში შედის სპილენძის ქლორიდთან და ის მცირედი სპილენძი, რაც ჩვენ ახლა აქ გამოვწვით, შეგვიძლია აღვადგინოთ უკეთეს ხარისხში. თუ ეს სპილენძი იყო დაბალი სინჯის, ეს ჩვენი ალუმინი აღადგენს მერე უკვე მაღალ სინჯში. ეს არის ცემენტაციის პროცესი, ასე ქვია ამას.
ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ დროს ცინკის მტვერი და შეგვიძლია ცინკის მტვერითაც გამოვყოთ მასში არსებული სპილენძის ქლორიდი. ის რაც ძირში იქნება ახლა დალექილი ეს უკვე გახლავთ აი რასაც ახლა ძირში დაინახავთ აი ესაც ძირშია უკვე აი ეს გახლავთ იმ სპილენძის ქლორიდი აი ხა რაც აქ დაცურავს და ტივტივებს აი ეს შავი წერტილები სწორედ ეს გახლავთ და რა ძირშია უკვე ის სპილენძი რომელიც სპილენძით ჩვენ ახლა ამ წუთას M საათში თქვენ თვალწინ დავწვით. რასაც ხედავთ ძირში, ეგ უკვე არის აღდგენილი სპილენძი. ახლა ცინკმა ეს მალე აღადგინა, უცბად აღადგინა. ალუმინიც იგივე იზავდა დრო რომ იმეცა ამისთვის. ხედავთ? ჯადოქრობებს. მადლობა.